თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო კონფერენცია Mastering Ophthalmology, რომელმაც გააერთიანა ოფთალმოლოგიის დარგის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. კონფერენციაზე ერთმანეთს გაუზიარეს თანამედროვე ოფთალმოლოგიაში არსებული ინოვაციები, ქირურგიული ტექნიკები და კლინიკური გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და ქართველი ოფთალმოლოგებისა და რეზიდენტებისთვის უახლესი პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას. ღონისძიება თვალის კლინიკის ახალი მზერა ორგანიზებით ჩატარდა და ოფთალმოლოგიის სფეროს წამყვანი ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები გააერთიანა. რაც სიახლე ჩნდება მსოფლიოში, აუცილებლად დახულობს საშუალებას, რომ მისი ავტორები ჩამოვიყვანოთ ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ოფთალმოლოგებს გავაცნოთ ის სიახლე ზუსტად პირველი პირისგან. ვინც არის ამის ავტორი. დღესაც ძალიან საინტერესო მოხსენება ჰქონდა ჩვენს იტალიელ კოლეგას, რომელსაც გამოშვებული აქვს თავისი ტიპის ბროლი, რომელსაც ძალიან კარგი არის როგორც ოფთალმოლოგიური თვალსაზრისით, ასევე მისი იმპლანტაცია თვალში არის საკმაოდ იოლი და შედეგებიც შესაბამისად იქნება ძალიან კარგი. აგრეთვე ჩვენ მოვახსენეთ ჩვენმა ქართველმა ოფთალმოლოგმა ის რაც დაგვიგროვდა სიახლეები, რომ ბარემ გამოვიყენეთ ეს ეგრეთ წოდებული საერთაშორისო არენაც და ჩვენს კოლეგებს საზოგადოებებს გაუზიარეთ ეს ჩვენი სიახლეები ქართველების და ძალიან კარგად მიიღეს და ძალიან დაინტერესდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი მიდის ისე, როგორც მიდიოდეს, ჩვენ ვიღებთ იმათგან სიახლეს და ჩვენ მათ უზიარებთ ჩვენს გამოცდილებებს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის აღიარებული სპეციალისტები საქართველოდან, იტალიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და შვეიცარიიდან. მე ვარ ოფთალმოლოგიური კლინიკის დირექტორი. თბილისში ჩამოვედი პროფესორ მერაბ დვალის მოწვევით. მერაბი ჩემი მეგობარია, ჩვენი მეგობრობა 25 წელზე მეტს ითვლის. ასეთი კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია რომ აქ ვარ. პროგრამა მოიცავდა თემატურ მოხსენებებს, კლინიკური შემთხვევების ანალიზს და პროფესიულ დისკუსიებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ რეალურ პრაქტიკაში დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მათი გამოყენების ეფექტიანობას. განხილული იყო ქირურგიული ჩარევების ტექნიკები, ოფთალმოლოგიაში მიმდინარე ტენდენციები. მუშაობ კატარაქტის ქირურგიულ განყოფილებაში. მე და პროფესორი მერაბ დვალი მეგობრობთ და თანამშრომლობთ. ჩვენ გავაკეთეთ ბევრი ახალი ოპერაცია თბილისში. გავუკეთეთ ორგანიზება ბევრ შეხვედრას ერთად. შემდეგ ჩვენ რამდენჯერმე გავუკეთეთ ორგანიზება შეხვედრებს სტამბულში, უკრაინაში, ბულგარეთში და სხვადასხვა ქვეყნებში. დღეს აქ ვართ და განიხილება სამედიცინო საკითხები. პროგრამა არის ძალიან კარგი და იმედი მაქვს აუდიტორია ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს ამ შეხვედრებიდან. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა კითხვა-პასუხის სესიებს, რაც დამსწრეებს ექსპერტებთან უშუალო კომუნიკაციისა და პროფესიული აზრთა გაცვლის შესაძლებლობას აძლევდა. რომში მე ვარ ოფთალმოლოგიურ კლინიკაში განყოფილების უფროსი. აქ მოწვეული ვარ პროფესორ დვალის მიერ და ვარ ძალიან კმაყოფილი საოცარ ქირურგებთან და კარგ ექსპერტებთან შეხვედრით. მადლობას მუხდი პროფესორ მერაბ დვალს კონფერენციაში მონაწილეობისთვის. ჩვენ წარვადგენთ ახალ ტექნოლოგიებს თქვენ ქვეყანაში და მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ეს შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ცოდნის ტრანსფერის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის და თანამედროვე ოფთალმოლოგიის განვითარების ხელშეწყობისათვის საქართველოში.